მზიას მხარდასაჭერად დღეს ბათუმში ძალიან ბევრი ადამიანი ჩამოვიდა მარიამ და როგორც ჩვენ სუთხარი მაყურებელს კი ის ნამდვილად სამაგალითოდ ირჯება თუ გავიხსენებთ ერთ-ერთ პირველ პროცესს შინაგან საქმეთა სამინისტროს იურისტმა პირდაპირ და ღია თეალ აღაძემ განაცხადა და ეს იყო პირველი ხმამაღალი განცხადება რომ მზიას დაკავება აუცილებელია იმისთვის რომ ეს იყოს მსუსხავი ეფექტი. ეს მსუსხავი ეფექტი როგორც გაგრძელდა ყველა ვნახეთ მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობას ძალიან გაუარესებულია თუმცა ესეც კი არ გახდა მოსამართლე ნინო ხელაშვილისთვის იმის გადამწყვეტი რომ ქალი პატიმარი რომელსაც როგორც თქვით უკვე სამაგალითო ჯის ქართული ოცნება გამოეშვა. რაც შეეხება მოლოდინებს ჩვენ უფრო მეც გავიგეთ ბათუმელების რედაქციიდან და მინდა დაგანახოთ კადრში რა ხდება ამ წუთებში ადგილზე იმ ოფისში რომელშიც მზია წლების განმავლობაში მოღვაწეობდა აკეთებდა ყველაფერს იმისთვის რომ სიტყვის თავისუფლება ყოფილიყო ამ ქვეყანაში დაცული. აქ ხედავთ კადრში რომ იმყოფებიან მზიას კოლეგები ბათუმელების ჟურნალისტები ასევე ამ ოფისში ახლა იმყოფება ჩეხეთის ელჩი რომელიც ეთერ თურაძეს ხვდება თამარ უხაძეთი მინდა დავიწყო თამარ მოლოდინები რა არის სულ ცოტა ხანში დაიწყება ბოლო პროცესი მზიასი ადამიანის რომელსაც სამაგალითო ჯის ქართული ოცნება ძალიან რთულია რომ რაღაც პროგნოზები გავაკეთოთ ძალიან რთულია რომ რამე მოლოდინი გქონდეს მით უმეტეს პოზიტიური მოლოდინი იქიდან გამომდინარე რასაც ამ თვეების განმავლობაში ვუყურებთ რაც ხდება მზიას გარშემო რაც ხდება სხვა სინდისის პატიმრების გარშემო და ზოგადად ქვეყანაში რაც ხდება ჩვენ რომ სამართლიანი სახელმწიფო გქონოდა და სამართლიანი სასამართლო გქონოდა საერთოდ არ უნდა ყოფილიყავით აქ დღეს საერთოდ ეს პროცესი და ეს დასკვნითი ხდომა საერთოდ არ უნდა არსებულიყო და მზია ამაღლობელიც არ უნდა ყოფილიყო პატიმარი მაგრამ ეს ადასტურებს ზუსტად იმას რომ ჩვენ ვცხოვრობთ დღეს უსამართლო სახელმწიფოში რომელსაც არ მართავენ დემოკრატიული ღირებულებებით, არამედ მართავენ სრულიად სხვა ღირებულებებით, ზუსტად რომლის წინააღმდეგაც მზია, არ ვიცი, მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში იბრძოდა და ცდილობდა, რომ თითოეულ მოქალაქეს ის იქნებოდა გისოსებს მიღმა, ის იქნებოდა გისოსებს შიგნით, მისი უფლებები ყოფილიყო დაცული. და ძალიან არ ვიცი სამწუხაროა, მაგრამ ამავე დროს შეიძლება სიმბოლურიც არის, რომ სწორედ მზია ის ადამიანი, რომელიც დღეს დგას აი ამ ქართული მედიის და დამოუკიდებელი მედიის, მოდი ასე ვიტყვი, გადარჩენის გზაზე, იმიტომ რომ ეს განაჩენი, რაც არ უნდა იყოს ეს არ იქნება მხოლოდ მზიასთვის მისჯილი განაჩენი, ეს იქნება მთლიანად სიტყვის თავისუფლების გასამართლება. მადლობა გელა სიტყვის თავისუფლების გასამართლება იქნებაო თამარი ამბობდა როგორია შენი პოზიცია ვიცით ყველამ და ვნახეთ არაერთხელ გამოგაძევა ნინო სახელაშვილმა სასამართლოს ხდომიდან როდესაც ახსენებ იმ უკანონობას რომელსაც ის ჩადის ამ თვეების განმავლობაში და ყველა უყურებთ რა მოლოდინი გაქვს ფიქრობ რომ შეძლებს სახელაშვილი იყოს ობიექტური რაღაც ნაწილში მაინც არა ჩვენ ვიცით რომ პირველად მზია დააპატიმრა აღკვეცხონისების სახით პატიმრობა შეუფარდა ნინო სახელაშვილმა რის შემდეგაც ის გაამწესეს უადო მოსამართლედ ან მან პირველი ბენეფიტი ასე ვთქვათ და მნიშვნელოვანი ბენეფიტი უადოდ გამწესების სახით უკვე მიიღო სისტემისგან და რეჟიმისგან ისე სახელაშვილის ლაპარაკს მირჩევია თქვა რომ მე მახსოვს ბევრი პროცესის და ბევრი სხდომის წინ მზიამ თქვა ძალიან მნიშვნელოვანი დასამახსოვრებელი სიტყვა რომელიც შემდეგ მებრძოლების სლოგანად იქცა ბოლომდე. ამიტომ წინა პროცესზე, ბოლოს წინა სხდომაზე, როდესაც პროკურორმა გოგეშვილმა ღიად გამოვიდა, რომ თითქოს საპროცესო შეთანხმებას თავაზობდა, ბუნებრივია, ზუსტად ვიცოდით, რომ ეს მზიას მიერ იქნებოდა იგნორირებული. მზია მოგვიწოდა, ვიბრძოლოთ ბოლომდე, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ესე იგი მზია თავისი ქცევით, თავისი ხასიათით, თავისი უდრეკობით, თავისი გაუტეხლობით თავისი უკომპრომისობით რეჟიმთან და სისტემასთან ბრძოლაში განასახიერებს მთელ ქართულ მედიას. მზიას გატეხვა ნიშნავს ქართული მედიის მორჩილებას, გაბზარვას და გატეხვას, რაც ასე ძალიან უნდა ქართულ ოცნებას და რასაც ის ვერასდროს ვერ მიიღებს. მზიას დააპატიმრებს, ხებს მიგვაყოლებს, როგორც არ უნდა იყოს. დღეს რა განაჩენიც არ უნდა დადგეს და ცხადია კარგს არაფერს ველი. ჩვენ ვიცით ერთი რამ ნიშნავენ მზიას არ ჩაუდენია სისხლის სამართლის დანაშაული, ის არის რეჟიმის ტყვე და მძევალი და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ რეჟიმის ტყვეობისგან მზია და სხვა პოლიტიკური პატიმრები დავიხსნათ. იბრძოლეს სანამ გვიან არ არის ამ სიტყვებს გულისხმობდა გელა მთიულიშვილი და ეს მართლაც სლოგანად იქცა ნანა კვაჭაძესაც მინდა ვკითხო ნანა მზიამ და ყველას დაგვიპარა იბრძოლეს სანამ გვიან არის და მართლაც ყველა ადამიანები რომლებიც ხედავენ რამდენი მნიშვნელოვანია სიტყვის თავისუფლება ყველა იბრძვიან ყველა იბრძვის და არავინ დანებებას არ აპირებს როგორია შენი პროგნოზი რა მოლოდინი გაქვთ ბრძოლას რომ არავინ არ აჩერებს მათ შორის თქვენს ეს უკვე ყველა ვნახეთ
მე ვფიქრობ, რომ ქართული ოცნება გააგრძელებს თავის მცდელობას ეს საქმე აქციოს სამაგალითო სადამსჯელო საქმეთ მედიისთვის და დასაწყისიდან ასე დაიწყო ეს საქმე და ეს არ გახლავთ მხოლოდ მზია ამაღლობელის საქმე. ეს არის საქმე, რომელიც მიმართულია ქართული მედიის მოხრჩობისკენ და სრული განადგურებისკენ. ეს არ არის ერთი პერსონის საქმე და ეს არის სინდისის პატიმრის საქმე ასევე. საქმე, რომელსაც არ ყავს დაზარალებული. აი მინდა რომ ამას ხაზი დაუსვა. მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეში არ არსებობს პირი, რომელიც არის დაზარალებული. არსებობს მხოლოდ ერთი ეწ დაზარალებული და მთელი საქმე აგებულია იმაზე, რომ ვიღაცას, ანუ ვიღაცა გულისხმობ პოლიციის ოფიცერს, ის ასე პოზიციონირებს და ასეთი წოდება აქვს, ეთკინა ლოყა 50 წლის ჟურნალისტი ქალის გართხმული სილის შედეგად და ამიტომ ჟურნალისტი უნდა იჯდეს ციხეში 4-დან 7 წლამდე. ეს საქმე არის აბსურდული და ეს საქმე იქნება სინდისის პატიმრებიდან ერთ-ერთი ისეთი საქმე, რომელიც დაასრულებს დიქტატურას და ქართულ ოცნებას საქართველოში. ამაში ვარ ღრმად დარწმუნებული. ქართული ოცნება წააგებს ამ საქმეს ყოველთვის და მათ შორის ქართულ საზოგადოებასთანაც, იმიტომ რომ მას თვითონ უჭირს თავის მომხრეებსაც კი უკვე აუხსნას, რატომ უნდა იჯდეს მზია ამაღლობელი ციხეში, რატომ უნდა იჯდეს სინდისის პატიმრები, რატომ უნდა იისხნეს სინდისის პატიმრები ციხეში, როდესაც საქმეში არ არის დაზარალებული. არავის ზიანი არ მიუღია და იკერება სისხლის სამართლის საქმეები, ათეულობით ასეთი საქმეა. მზია საქმე არის საჩვენებელი საქმე მედიის დასასჯელად. ეს არის მიზანი. მადლობა. საჩვენებელი საქმე მედიის დასასჯელად ზუსტად პირველ საათზე დაიწყება ბათუმის საქალაქო სასამართლოში. მარიამ, დღეს შენც უთხარი მაყურებელს, რომ დასკვნით სიტყვებს იტყვიან ადვოკატები, მზიას ინტერესებს 4 ადვოკატი იცავს, ამის შემდეგ იქნება რეპლიკების ეტაპი და არსებობს მოლოდინი იმისა, რომ მოსამართლეს სახელაშვილმა, რომელსაც აგვისტოში რამდენადაც ჩვენ გავიგეთ, შვებულებაც კი აქვს დაგეგმილი, დღესვე გამოიტანოს განაჩენი. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალია, რომელზეც გელად საუბრობდა, რომ მას შემდეგ უვადოდ დანიშნეს, რაც მზია ციხეში გაუშვა. გარდა ამისა, მოსამართლეს სახელაშვილს და ეს თავადაც დაადასტურა ერთ-ერთ პირველ პროცესზე, სისხლის სამართლის კვალიფიკაცია არ აქვს. იმას ამ დრომდე სისხლის სამართლის არც ერთი საქმე არ განუხილავს და შესაბამისი გამოცდებიც კი არ აქვს ჩაბარებული, თუმცა ქართულმა ოცნებამ ხო მას მიანდო ეს ყველაფერი, სანქცირებულია, თუმცა ეს მისთვის რომ პრობლემას არ წარმოადგენს, ვნახეთ, ყველა ხმაურზე, ყველა შეძახილზე ადამიანებს, რომლებიც გულწრფელად აპროტესტებენ იმ უსამართლობას, რომელსაც ჩვენ ვხედავთ სასამართლო დარბაზიდან, აძევებს ხან სასამართლო დარბაზს სulis იმისთვის, რომ ხმა ვერ გაიგოს გარეთ მყოფი ადამიანების, ესეთია რეალობა. მე კიდევ ერთხელ შეგახერხებ ბათუმელების რედაქციას, სადაც ეხლაც იკრიბებიან ადამიანები, რომლებიც გულშემატკივრობენ მზიას, რომლებიც სიტყვის თავისუფლების დასაცავად ყველაფერს აკეთებენ, აქ იმყოფებიან ევროკავშირის ქვეყნის ელჩები, მათ შორის ჩეხეთის ელჩი, როგორც გითხარით, შეხვედრას მართავს და მოკლედ ესე დაგემშვიდობებით პირველ საათზე ჩვენ მაყურებელს ბუნებრივია ბათუმის საქალაქო სასამართლოდან გავაცნობთ იმ რეალობას, რა რეალობაშიც ქართული ოცნება დღეს ადამიანებს, რომლებისთვისაც სიტყვის თავისუფლება მნიშვნელოვანია, ასე აცხოვრებს.